აქცია სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით გორის ცენტრალურ მოედანზე კომუნისტური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობა გორში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩავიდა. სტალინის ძეგლის აღდგენა 21 დეკემბრამდე იგეგმება, თუმცა მას სავარაუდოდ სტალინის სახლ-მუზეუმთან დადგამენ. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 25,000 ლარი. ძეგლის ადგილმდებარეობის პროექტები კულტურის სამინისტროშია განსახილველად გადაგზავნილი. სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს აიღეს. ორგანიზატორებს 1000-ჯერ მეტი ღირსეულ ადგილზე სუფლება აზვიადებს, მიზეზებზე იდებს და სამწუხაროდ ვერ დაიძრა დღემდე ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ კიდევ ერთხელ, რომ ძეგლი უნდა დაიდგას იმ ადგილას, სადაც იდგა. ვერთდებით ჩვენ მოთხოვნას გორელი მოსახლეობის, გორელი კომუნისტების და სრულიად საქართველოს საღად მოაზროვნე საზოგადოებისას ვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას. ჩვენ ქუთაისელი სტალინელები ჩამოვედით გორში იმისთვის, რომ თავის ადგილზე დააბრუნონ სტალინის ძეგლი. ეს იყო დაპირება ხელისუფლების და უნდა აღასრულოს.